კლიმატური ცვლილებები მარტო ეს არ არის, ანუ პარაზიტების და ცხოველთა სამყაროს ასე ვთქვათ გადაადგილება მიგრაცია. აი ეს ასევე შეეხება ფლორას, მცენარეთა სამყაროს. სადაც უკვე შეინიშნება, რომ აი თვითონ ზონალურადაც ტყეების შემწირება, გაუდაბნოების საგენ სწრაფვა, თვითონ მცენარეების ყვავილობის დრომაც კი გადაიწია. ჩვენ ვაკვირდებით ამ იმას და ვხედავთ უკვე აშკარად, რომ ყოველდღიურად მცენარეების ყვავილობა უკვე ან 2-3 დღით ადრე იწყებენ ყვავილობას. მაგალითად, აკაციის ყვავილობას, რომელიც ერთ-ერთი აკაციის თაფლი, ერთ-ერთი მოთხოვნადი თაფლი არის, თაფლის სახეობა. უკვე სადღაც მაისის დასაწყისში იწყებდა ყვავილობას, უკვე გადმოვიდა თუ აპრილისაკენ ყვავილობა, რასაც უკვე ემთხვევა. არასტაბილური ამინდები და შესაბამისად უკვე მეორე-მესამე წელია ვერ ხერხდება აკაციის თაფლის მიღება ეფუძგრების მხრიდან. ზოგადად ეს მარტო აკაციას არ ეხება, თუნდაც წემლის ყვავილობა, სხვადასხვა ხილის ყვავილობა, ვაშლი იქნება, მსხალი იქნება, ასევე სხვა თაფლოვანი მცენარეებსაც ასე ვთქვათ. ზოგადად კლიმატი იცვლება. შეიძლება გაჩნდეს ახალი ინვაზიური მცენარეებიც. ანუ შემოვიდეს მცენარეებიც, გავრცელდეს, რომელიც მაგალითად საქართველოს კავკასიისათვის უბრალოდ აბორიგენი არ არის. რომელსაც რა თქმა უნდა თავისი დაავადებებით შემოყვება. ანუ ეს არის სოკოვანი დაავადებების და სხვა სახეობის და რომელიც უკვე მართლაც პრობლემას ქმნის როგორც მეფუტკრეობისათვის, ასევე სოფლის მეურნეობის ნებისმიერი სხვა დარგისათვის.